უდიდესი პოტენციალის ასათვისებლად ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული სიმდიდრის ფონდს ქმნის. აღმასრულებელ გადაწყვეტილებას დონალდ ტრამპმა ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა. ფონდს კი ამერიკელი ფინანსისტი მორგან სტენლის საინვესტიციო მიმართულების ყოფილი უფროსი და ილონ მასკის ახლო მეგობარი მაიკლ გრაიმსი უხელმძღვანელებს. ფონდის პორტფელი, როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, $2 ტრილიონ მალე მიაღწევს და არ არის გამორიცხული სახელმწიფო ტარიფების ამოქმედებიდან მიღებული თანხებით შეივსოს. თუმცა ზუსტად საიდან დაფინანსდება ფონდი, ზუსტი გეგმა ჯერ არ გავრცელებულა. სუვერენული სიმდიდრის ფონდის მიზანი გრძელვადიანი ინვესტიციების განხორციელება და მასშტაბური პროექტების დაფინანსება. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კანადისა და მექსიკის შემდეგ იმპორტის ტარიფების ამოქმედება ჩრდილოეთ ამერიკისთვისაც გადაავადა, როგორც უცხოური მედია წერს. გადაწყვეტილების ამოქმედებამდე 2 აპრილამდე გადაიდო. ტრამპმა ავტოიმპორტზე 25%-იანი ტარიფების ამოქმედება კანადასა და მექსიკასთან გუშინ შეაჩერა. ჩრდილოეთ ამერიკის შემთხვევაში კი შეჩერებულია ამერიკის სავაჭრო შეთანხმებით გათვალისწინებული პროდუქციის იმპორტზე ტარიფების ამოქმედება. CEMEC-ის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სასმელი წყლისა და წყლის რესურსების შესახებ განხორციელებისთვის Energy Global-ის ჯილდო გადაეცა. პროექტის მიზანი რეგიონებში მოსწავლე ახალგაზრდების ინფორმირებულობის დონის გაზრდა იყო, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ენერგოეფექტურობა, ენერგიის დაზოგვა და მდგრადი მექანიზმების ჩამოყალიბება. აღნიშნულ საკითხზე ტრენინგების გარდა პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექციები ენერგეტიკის სექტორში ქალების როლის გაძლიერებისა და ენერგეტიკოსის როგორც მომავლის პროფესიის შესახებ. პროექტი საქართველოს 8 მუნიციპალიტეტში განხორციელდა და მასში 400 მოსწავლე მონაწილეობდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, რომელიც მიიღო ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა იმისათვის, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში მოხდა 400-ზე მეტი სკოლის მოსწავლე ცნობიერების გაზრდა წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის წყლის ეფექტიანად, ყაირათიანად ხარჯვაზე, მის როგორც ჰიდრორესურსად გამოყენებაზე და ამით შესრულდა ამოცანა, როგორც არის გარემოს დაცვითი, ისევე როგორც ენერგეტიკული თვალსაზრისით წყლის როგორც მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენება. სწორედ ამიტომ მოხდა ამ ჯილდოს მიღება. ჩვენთვისაც ეს ძალიან დიდი სიურპრიზი იყო და ამავდროულად არის მოტივაცია იმისათვის, რომ მომავალშიც არაერთი კარგი პროექტი გავაკეთოთ, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს და მომავალს და მათი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მისდათ. უმუშევრობის შემცირება, ეკონომიკის გაძლიერება და დივერსიფიცირება ეს იმ წვლილის არასრული ჩამონათვალია, რომლის შეტანა მცირე და საშუალო ბიზნესს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებაში შეუძლია. 2024 წლის მეოთხე კვარტლის ოფიციალური მონაცემებით ბიზნეს სექტორში დასაქმებული 812,000 ადამიანიდან 58% სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს. ანაზღაურება კი საშუალო ბიზნესში უფრო მაღალია ვიდრე მსხვილ და მცირე ბიზნესში. რა დოვლადს ქმნის ქვეყნის ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესი და რა გამოწვევებია ამ კატეგორიის აწარმოებში, სტუმართან მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელთან მიხეილ ჭელიძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სტუმრობისთვის, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა რეალურად განვითარდეს და საქართველოს მოქალაქეების დიდმა ნაწილმა თუ არა საერთოდ ყველა მიგრძნოს რეალურად საკუთარ ჯიბეზე, მათ შორის თუნდაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. და ის, რომ ეს სეგმენტი იყოს ძლიერი, ასეა ყველგან და რომ მხოლოდ მსხვილი ბიზნესი რეალურად არ შეიძლება იყოს დაუშვათ მხოლოდ წამყვანი, იმისთვის რომ მე ინკლუზიურობაზე როდესაც გვაქვს პრეტენზია, ეს ალბათ შეუძლებელია ვინმეს არ ესმოდეს. რა ხდება საქართველოში ამ კუთხით და რა ეტაპზეა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. საკმაოდ ნორმალური მდგომარეობა გვაქვს სტატისტიკურად, როგორც აღნიშნეთ, ანუ მაგალითად ბრუნვა მილიარდი ლარი რო შევადაროთ 23 და 24 წელი დაახლოებით 20 მილიარდით არის გაზრდილი ბრუნვა, ანუ შესაბამისად პროდუქციის გამოშვება თუ 23-ში იყო 77 მილიარდი, ეხლა არის 85 მილიარდი, რაც სასახად კარგი მაჩვენებელია.
ასევე დასაქმებულების ნაწილშიც, როგორც აღნიშნეთ, ზრდა გვაქვს დაახლოებით 35,000 მეტი დასაქმებულია, რაც საქართველოს შრომის ბაზრისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელი არის და ასევე ხელფასის მატებაც არის დაახლოებით საშუალო ხელფასის 200 ლარით არის მატება, ეხა არის 2166 ლარი საშუალო ხელფასი. რა არის ამის თავარი განმაპირობებელი, იმიტომ რომ წლების განმავლობაში სულ იყო ხოლმე, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს არ აქვს დაუშვათ ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან რა მიმართულებითაც არ საჭირო და რომ ეს ვერ ვითარდება, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი, რომ დაუშვათ ეს მაჩვენებლები გვაქვს დღეს და არ ქონდა დაუშვათ რამდენიმე წლის წინ. ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა მშენებლობა და შესაბამისად მშენებლობაზე არის ძალიან ბევრი ინდუსტრია მიმბული, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესი, დაუშვათ ეს გათბობის სისტემები, მუშახელი და ასე შემდეგ. ხო, ძალიან ბევრი ინდუსტრიები და ამ მშენებლობის წამოწევამ გამოიწვია, ასე ვთქვათ, ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ვინც უშუალოდ ამას ემსახურებოდა. ასევე სახელმწიფო ტენდერებშიც ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესის ჩართულობა გვაქვს, ასე ვთქვათ. და ზოგადად გარკვეული მიზეზების გამო ქვეყანაში, ასე ვთქვათ, თანხები უფრო მეტი შემოვიდა, რამაც ასე ვთქვათ, უფრო დაფინანსების ნაწილი და დაწყების ნაწილი ბიზნესის გაამარტივა. და ასევე სახელმწიფო პროგრამებსაც ძალიან დიდი როლი აქვს, როგორც სოფლის მეურნეობის კითხვით, ისე სხვა დანარჩენი, დაფინანსების პროგრამებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, იმიტომ რომ მაქსიმალურად გაიზარდა როგორც რაოდენობრივად, ისე სფეროების კუთხით ბიზნესების დაფინანსების ნაწილი. თქვენ ამ ასოციაციას ხელმძღვანელობთ წლების განმავლობაში, ხო? სტატისტიკურად რო შეადაროთ, დღეს რამდენად უფრო აქტიურები არიან ამ ტიპის საწარმოების თუ კომპანიების დავუშვათ დამფუძნებლები, ხელმძღვანელები თუ თანამშრომლები წლების წინანდელ პერიოდთან შედარებით და რამდენად რეალურად აქვს ამ ბიზნესს, ამ სეგმენტს განვითარების რეალური შესაძლებლობა? საკმაოდ აქტიურები არიან, ჩვენ მოგეხსენებათ გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, რაც ძალიან ბევრ ვალდებულებების აღებას გთხოვს, როგორც დაუშვათ შრომის ბაზრი, გრადი განვითარების, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე შრომის ბაზრის განვითარების კუთხით და აი ამ ნაწილში ძალიან, ასე ვთქვათ, ფეხი აუба ბიზნესმა ამ თანამედროვე სისტემებს, აქ არის თემა, რომ ეფექტურად მოვერგოთ ამ ახალ მოთხოვნებს და ახალ ვალდებულებებს და საკმაოდ კარგი მდგომარეობა გვაქვს, მაგალითად აი შრომის ნაწილში თავიდან დაუშვათ არ იყო განსაზღვრული ინსტრუქციები, როგორ უნდა შემოწმებულიყო, ეხლა უკვე ინსტრუქციებიც არის, შრომის ინსპექციაც მუშაობს და ასე ვთქვათ ბიზნესის მიყვება. ასევე დუალური განათლებაც მინდა აღვნიშნო. ეს დუალური განათლება მოიცავს გამარტავ რომ ბიზნეს სწავლებაზე დაფუძნებული, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება, რაც ნიშნავს, რომ კოლეჯი, რომელიც ასწავლის დამსწრეს, ის პროგრამა არის შეთანხმებული ბიზნესთან და კონკრეტული დიდი ბიზნესისთვის, ან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხდება ამ კადრების მომზადება, რაც ძალიან, ასე ვთქვათ, მოთხოვნა მიწოდებას კარგად არეგულირებს შრომის ბაზარზე. კადრების დეფიციტი ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა მსხვილი ბიზნესისთვის, მცირე და საშუალოში რა ხდება? აქაც იგივე პრობლემა არის, იქიდან გამომდინარე, რომ შრომითი მიგრაცია აქტიურად არის სეზონზე, პრაქტიკულად ძალიან დიდი დეფიციტი გვაქვს სეზონზე სოფლის მეურნეობაში, ძალიან დიდი დეფიციტია და ზოგადადაც, ამ საზღვრების გახსნა, რაც რა თქმა უნდა, კარგია და შრომის მიგრაცია ჩვეულებრივ ნორმალური პროცესია, ყველაც ცდილობს, რომ უფრო მეტი ხელფასით დასაქმდეს, ხო? შესაბამისად, ქვეყნის გადინება უფრო მეტია და აქ დარჩენილი კადრები უფრო ნაკლებია, მაგრამ აქ არის მთავარი როლი, პროფესიული სასწავლებლის როლი და ეს დუალური განათლება, რომ მაქსიმალურად მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე მიწოდება. შესაბამისად, მიწოდების ნაწილში არის სამუშაო, რომ უფრო მეტი პროფესიული კადრების რადგან გადინება ახსენეთ, აქვს კი ქართულ ბიზნესს დღეს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ დავუშვათ მეტნაკლებად კონკურენტუნარიანი ანაზღაურება მისცეს მცირე და საშუალო ბიზნესი მოხდა. გააჩნია რომელ შრომის ბაზრებს შევადარებთ ახლა ჩვენ, მაგალითად თემა არის, ჩვენთან მოდიან უფრო დაბალგანვითარებული ქვეყნებიდან, ჩვენ გადაიან უფრო დავუშვათ აღმოსავლეთ ევროპა, თურქეთი და დავუშვათ უფრო აღმოსავლეთ ევროპისკენ მიდიან შრომის მიგრაციას და ევროპაში. ამ პროცესს ჩვენ ქართული ბიზნესი ხა ნამდვილად ვერ დააკავებს და იმხელა ხელფასს ნამდვილად 3,000 ევროს ვერ შეთავაზებს დაუშვათ 2,000 ლარი საპრიწონე ნამდვილად
ევროს სასიკეთოდ არის და შესაბამისად ამას ვერ შევადარებთ, მაგრამ აი მიწოდების ნაწილი თუ განვითარდება და ამაზე თუ უფრო მეტი მუშაობა იქნება, რაც მიმდინარეობს აქამდე მუშაობა, მაგრამ უფრო თუ გაძლიერდება, ეს დისბალანსი მოგვარდება. კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის მცირე და საშუალო ბიზნესის რთული ნაწილი იყო ყოველ შემთხვევაში აქამდე გამოწვევის სახით, ეს არის დაფინანსების მიღება. სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის აწარმოეს ნაწილი და უშუალოდ იგივე სოფლის მეურნეობის მიმართულებით სოფლის განვითარების პროგრამები და შემდგომ გარკვეულწილად რა თქმა უნდა არის დამხმარე და კარგი საშუალება განსაკუთრებით იმათვის, ვინც იწყებს ან მერე განვითარებას ახდენს მცირე და საშუალო ბიზნესის იმaks ხედულობაში, მაგრამ საფინანსო ინსტიტუტებიდან რამდენად გამარტივდა ან რამდენად მზად არიან ბანკები დღეს დაუშვათ მცირე და საშუალო ბიზნესი აქტიურად დააკრედიტონ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ეს გარკვეულწილად პრობლემას ქმნიდა. ბანკები მზად არიან, მაგრამ საკმაოდ მაღალი თუ არ არის ცესხი სუბსიდირებული, საკმაოდ მაღალი პროცენტია და ბიზნესს უჭირს ამ პროცენტის მომსახურება და ასევე ითხოვენ გირავნობა იპოთეკის დიდ ნაწილს 100%-იან დაფინანსებას და სწორედ აქ არის აი სახელმწიფო პროგრამები, სადაც ანუ როგორც უძრავი ქონების ასე თქვა სუბსიდირება ხდება ასევე პროცენტის და ამ ნაწილით უფრო უნდა მოხდეს განვითარება, მაგრამ ნუ ზოგადად საფინანსო ინსტიტუტები საკმაოდ განვითარებულია საქართველოს როგორც ბანკები, იქროსაფინანსები და ეხლა შემოვიდა სესხლის გამოცემის სუბიექტები, ანუ ამას აქტიურად იყენებს ბიზნესი და დაკრეტების ნაწილში თუ ასე ვთქვათ უზრუნველყოფის კომპონენტი აქვს ბიზნეს, პრობლემა არ არის. კი ბატონო და იმისთვის რომ უზრუნველყოფის კომპონენტი ჰქონდე და რეალურად მოახდინონ მე უკვე და აი იმ გამოწვევის წინაშე არ აღმოჩნდნენ რომ დაუშვათ ერთ დღეს ეს ხსვერ იხდით. რა არის მთავარი გამოწვევა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რომლის გადაჭრაც აუცილებლად არის ნომერ პირველი ამოცანა და რა მიმართულებით გჭირდებათ პირობითად სახელმწიფოს ხარდაჭერა ან არ გჭირდებათ? პირველ რიგში ანუ სტაბილურობის ნაწილი ბიზნესისთვის ყველა ქვეყანაში ეგრეთ და საქართველოს ეგრეთ რომ სტაბილურობას შეგრძნება უნდა არსებობდეს, ანუ სავალუტო კურსი უნდა იყოს დარეგულირებული, რომ დაუშვათ პროგნოზირება მოახდინოს შენი შემოსავლების და ხარჯების და ამ ნაწილშიც გარკვეული კარგი სიტუაცია გვაქვს და საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილი, ასე ვთქვათ, თამაშის ასე ვთქვათ, წესები უნდა იყოს ყოველთვის სამართლიანი და საკანონმდებლო ნაწილში დაუშვათ რამე ცვლილებების საჭიროებთ? აი საკანონმდებლო კი, ანუ არსებობს სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო ჩარჩოს დარეგულირებას და ამ ნაწილში ძალიან ბევრი ცვლილებები არის. აი მაგალითად ესტონური მოდელი იყო ბოლოს, DGG-ის ნაწილი დარეგულირდა და ავტომატური დაბრუნება ეს ძალიან ბევრ ქვეყანას არ აქვს ფიზიკურად ესეთი ნდობა ბიზნესისთვის და აი ამ ნაწილში არის გასაგრძელებელი სამართალი. კარგი ნაწილს შეეხეთ ავტომატური დაბრუნება და ეს ერთ-ერთი ისეთი თემაა, რომელსაც ბიზნესს ძალიან მიესალმება. თვითონ სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა, ანუ რამდენად მარტივია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა, როცა რაღაც გარკვეულწილად გამოწვება არსებობს, ეს იქნება საგადასახადო სტრუქტურები თუ დაუშვათ მათ შორის თუნდაც ეკონომიკის სამინისტრო ან ბიუროკრატიასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? ძალიან მე ვფიქრობ, რომ კარგი სიტუაცია ამ ნაწილით, იმიტომ რომ არსებობს ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საბჭო, ასე ვთქვათ, და იქ ხდება, ანუ წარმოდგენილია ბევრი ასოციაციას, როგორც სექტორული, ისე არასექტორული და ანუ იქ ხდება ინფორმაციის გაცვლა, ანუ მინიმუმ კვარტალში ერთხელ ხდება, ასე ვთქვათ, შეხვედრა და თუ რამე ინიციატივა არის ბიზნესის ქვეშ დაუშვათ რაღაც გამოსწორება გვინდა, რაღაცა უკეთესად გვინდა გავაკეთოთ, ამ ნაწილში ინფორმაციის გაცვლის პრობლემას მე ნამდვილად ვხედავ, იმიტომ რომ საკმაოდ ასოციაციების როლი ბიზნეს ასოციაციების როლი საკმაოდ წამოწეულია. მე რატო ვიკითხე, მსხვილი ბიზნესისთვის შედარებით მარტივია, ხო, ურთიერთობა რომელიმე პირობითად მინიმუმ მინისტრთან. ამიტომ ვიკითხე, რომ ამ მიმართულებით როგორი სურათი გვაქვს? ამ მიმართულებით ნორმალურად სწორედ აი ამ ეკონომიკის სამინისტროს გავლით, ასე ვთქვათ, ხდება კომუნიკაცია აქტიური საშუალო ბიზნესის და მსხვილი ბიზნესის ცალკეა ზოგადად, ანუ ისინი სხვა ნაწილით, სხვა არხებით რეგულირდებიან და ჩვენ ანუ ეკონომიკის სამინისტროს ნაწილით. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს არ შემიძლია არ კითხოთ პოლიტიკური სტაბილურობა ახსენეთ. რა როლს თამაშობს ეს ნაწილი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და დღეს ქვეყანაში რა მდგომარეობაც არის მათ შორის აქციები და ეს პროცესები. რაიმე ტიპის ხელისშემშლელი არის თუ არა, თუ არ არის, რატომ არ არის და რა ძირითადად რა გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებს ბიზნესის საქმიანობაზე?
ზოგადად ანუ პირველ რიგში ახლა პოლიტიკურ მოვლენებს პირველ რიგში აქვს ტურიზმის სფეროზე აქვს და ხორეკა ბიზნესზე, სასტუმროებზე და უშუალოდ ეს ამ ბიზნესზე აქვს ძირითადად შეხება უნდა და ვისურვებდი რომ ანუ ბიზნესისთვის ნებისმიერ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც აუცილებელია რომ იყოს სტაბილური გარემო და ყოველთვის ყველგან ეგრეა რომ არჩევნების წელი გარკვეულწილად რაღაც ასე ვთქვათ ცვლილებას იწვევს ამ ნაწილში, მაგრამ ნუ ეს პოლიტიკური პროცესია უნდა შევეგუოთ. და ამ პროცესების მიუხედავად აგრძელებთ განვითარებას? კი, ამ პროცესების, ანუ თუ ამ სექტორს არ ჩავთვლით, რა სექტორით ჩავთვლით, ხორეკა ბიზნესი, გარკვეულწილად ბიზნესი, ნუ სტატისტიკური მაჩვენებლებს მაგაზე მეტყოლმე, რომ ბიზნესი ვითარდება. აქ არის თავარი ნაწილი უფრო აი ეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, აი ესენი, ანუ ევროკავშირის ბაზარიც არის 160 და აზიური ბაზრებიც არის ასათვისებელი და ამ ნაწილში არის. აქ საინტერესოა დაუშვათ ის რომ დღეს ევროკავშირთან გარკვეულწილად არ აქვს ხელისუფლებას ისეთი ურთიერთობა და საკმაოდ რთული ურთიერთობა ამ მიმართ რომ ეს დაუშვათ რაიმე ტიპის პრობლემას გიქმნით თუ არა მცირე და საშუალო ბიზნესს. ის არის ანუ ასოცირების შეთანხმებით რაც ვალდებულები ვიგისტრეთ და რაც შეშუპრებები არის ესენი ყველაფერი მიმდინარეობს და არ გაჩერებულად და ასე ვთქვათ პროცესია და შესაბამისად ეს გვაძლევს იმის საშუალებას რომ ამ ნაწილში გაგრძელდება და უფრო უკეთეს სიტუაციას მივიღებთ. ესე ყიფიერად არ მომხდარა ამის შეწყვეტა. კი ბატონო. და კიდევ ერთ თემა რომელსაც ასევე აუცილებლად მინდა შევეხო. თქვენი კოლეგების ნაწილი დაუშვათ ამ შექმნილი სიტუაციას ნაწილი მიიჩნევს რომ კრიზისია, ნაწილი ფიქრობს რომ ეკონომიკური კრიზისი კიდევ წინ არის. თქვენი გადმოსახედიდან დღეს ქვეყნის მაკროეკონომიკაში როგორი ტენდენციებია და რისი თქვა შეგვიძლია ეკონომიკა ვითარდება თუ დაუშვათ ამ კუთხით არის ისეთი გამოწვევები რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემად შეიძლება გვექცეს. კი. ერთ-ერთი მთავარი მაკროეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი ინდიკატორი არის დასაქმებელთა რაოდენობა და შესაბამისად რახან აქ მატება გვაქვს. ეს გვაძლევს იმის იმედს, რომ სიტუაცია ნორმალურია, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი დასაქმებულია, უფრო მეტი შემსყიდველუნარიანი არის ქვეყანაში და ასე ვთქვათ, უფრო მეტი ბიზნესი, უფრო მეტი პროდუქცია სყიდის, რაც სტატისტიკურ მაჩვენებლებზე ასახულია ცალსახად. ანუ კრიზისის რაიმე ტიპის ნიშნებს ეკონომიკაში ვერ ხედავ. კრიზისის მე ვთვლი რომ უფრო კარგი შედეგები გვექნებოდა ეს კრიზისი რო არ ყოფილიყო ვიდრე გვაქვს. ანუ უკან სვლა არ არის, მაგრამ უფრო მეტი წინსვლაც შეგვეძლებოდა. და რა არის ამ წინსვლისთვის საჭირო? მაგალითად, თქვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნებია დასანიშნელი და ასე შემდეგ. მაგაზე მე ვერ მოგახსენებთ ეს პოლიტიკური ნაწილია, მაგრამ მე ვიტყოდი რომ პოლიტიკოსები, იმიტომ არიან პოლიტიკოსები შეთანხმდნენ და ქვეყანაში უზრუნველყონ სტაბილურობა, რომ რაც არის მათი პირდაპირ ვალდებულება. ანუ იმიტომ ბიზნესს ჭირდება სტაბილურობა და პროგნოზირებადობა. აი ეს ხა უნდა შეძლონ და უზრუნველყონ. ხა რა გზით შეძლებენ ამას, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მიხეილ ჭელიძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. კლიმატის ცვლილება, როგორც სოფლიო გამოწვევა, რა ღონისძიებებით ებრძვიან ამ პრობლემას სხვადასხვა ქვეყნებში, მიყვება თუ არა სოფლიო ტენდენციებს საქართველოს და რა არის ჩვენი ქვეყნის 2024-2025 წლების კლიმატის ცვლილების ამოქმედო გეგმის მთავარი ამოცანა და მიზნები. უფრო ვრცლად პარასკევის ტრადიციულ რუბრიკაში მწვანე ეკონომიკა მაკა ქოჩლაძე მოგყვება. კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომელიც პირდაპირ კავშირშია დედამიწის ტემპერატურასთან, ამინდისა და ატმოსფერული პირობების გრძელვადიან ცვლასთან. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება შეიძლება ბუნებრივად მოხდეს ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა ვულკანური ამოფრქვევები, მზის რადიაცია და სათბურის გაზების ბუნებრივი ცვალებადობა. ამ პროცესის დაჩქარება ხელოვნურადაც ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობალური დათბობის მიმდინარე ტენდენცია ძირითადად გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით, განსაკუთრებით წიაღისეული საწვავის წვით. ტყეების განადგურებითა და სამრეწველო პროცესებით. სანამ საქართველოზე გადავალ საინტერესოა რა შედეგები აქვს სხვადასხვა ქვეყნებს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში. ბოლო 5 წელს თუ გადავხედავთ CCPI-ს, ანუ კლიმატის ცვლილების შერბილების ინდექსით, მნიშვნელოვანი ძალისხმევა აჩვენა დანიამ, რომელიც მე-4 ადგილს იკავებს, თითქმის 76 ქულით. მე-5 ადგილზეა ესტონეთი 72 ქულით. შემდეგ მოდის ფილიპინები თითქმის 71 ქულით. მე-7 და მე-8 ადგილს კი მაროკო და შვედეთი ინაწილებენ, რომლებსაც თითქმის თანაბარი 70 ქულა აქვთ. საინტერესოა, რომ პირველი 3 ადგილი ცარიელია, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ ქვეყანას მიუღწევია ისეთი შედეგისთვის, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც ძალიან მაღალი დონე. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანას გააჩნია კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმა, რომელიც რიგ რეფორმებს მოიცავს და ეტაპობრივად იცვლება, განხორციელებული თუ სამომავლოდ შესასრულებელი ქმედებების შესაბამისად. 2024-25 წლების სამოქმედო გეგმის ბიუჯეტი დაახლოებით 3,5 მილიარდია.
ჩვენ დავამთავრეთ უკვე წინა გეგმა, რა თქმა უნდა, რომელიც 3 წლიანი იყო და ეხლა ახალი გეგმა